გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლად წმინდაო სამებაო, ერთარსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცევ საქართველო ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილამშვიდობისა ხარებას გილოცავთ ყველას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ახლა შეგვიძლია საეკლესიო კალენდარი ვნახოთ. აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას. სწორედ ხარების დღესასწაულის არსზე გვესაუბრება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ასევე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია. ვისაუბრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შესახებ. სიონის საპატრიარქო ტაძარში ასევე აღევლინება, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო წირვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს სიონის საპატრიარქო ტაძარში და გვექნება ჩართვა ნინო გელაშვილი ჩაგვერთვება წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღავლენს. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა შეგვიძლია ამინდის პროგნოზს გავეცნოთ.
ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი შემოგვიერთდა. მამა გიორგი, მოგესალმებით და გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ ღვთისმადლი და წყალობა ჩვენი ტელევიზიის ერთგულ მსმენელს და მაყურებელს. დაგვილოცოს ღმერთმა ჩვენი სამშობლო, გაგვიძლიეროს დედა ეკლესია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მამა გიორგი, ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხშირად ბრძანებდა ხოლმე თავის ქადაგებებში, რომ ხარება ისეთი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდეს არ იკეთებსო და ამ დღეს ყოველგვარი მიწიერი საზრუნავი გვერდზე უნდა გადავდოთ და მიუძღვნათ ღვთისმსახურებას, უფალს, ღვთისმშობელს. პირველი ხარება არის ჩემს მეხსიერებაში, ალბათ ბევრის მეხსიერებაში და უახლესი 59 წლის განმავლობაში, როდესაც უწმინდესი თავად არ გვილოცავს ხარების დღესასწაულს და აი ამით მინდოდა რომ დაგვეწყო ჩვენი საუბარი. მართალს ბრძანებთ, რომ უყვარდა ხოლმე უწმინდეს ამის თქმა, ყოველთვის ამბობდა, რომ ხარება დღეს ყველა სულგმული, ყველა არსება უფალს ადიდებს, ყოველ წმინდა ღვთისმშობელს ადიდებს და ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და გალობს, თავისი გალობით განადიდებს ყოველ წმინდა ღვთისმშობელს. ამასთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი ბრძანებდა, რომ ყოველთა კეთილთა დასაბამ ჩვენ და მომართ ხარება იქმნა წმინდისა, ქალწულისა და მიმადლებულისა. ხარება დღესასწაულთა საფუძველი, ქრისტიანულ დღესასწაულთა საფუძველი, რომელზეც შემდგომ ყველა სხვა დღესასწაული აღმოცენდა წამოვიდა. იმიტომ რომ ეს იყო იმ აღთქმული სამოთხის შემდეგდროინდელი აღთქმის აღსრულების დასაწყისი, რომელიც ადამს აღუთქვა უფალმა. განსაკუთრებულად გამორჩეული დიდებული დღე არის დღესასწაულია და ბარემ უწმინდესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მთელი ქვეყანა, მთელი ერი გლოვობს მის გარდაცვალებას, ყველას ახლობელი, ყველას უახლოესი ადამიანი იყო და მით უფრო სასულიერო პირთათვის და უამრავი გასახსენებელი პირადად მე ბუნებრივია ახლა არ დავიწყოთ, მაგრამ აი ცრემლებამდე მისვლა და მე მივდივართ ყოველთვის მის გახსენებას და ყოველთვის გვახსოვს მით უფრო ჩემ ოჯახს განსაკუთრებული სიყვარული, ჩემი ბოლო სამი შვილის ნათლია პატრიარქი გახლდათ აკადემიაში ჩემი სწავლისას, შემდგომ ასე მოღვაწეობისას და ყველა რა მოღვაწეობისას ფერას ის მოღვაწეობდა და მისი გამხნევება, მისი სიტყვები ყოველთვის ასე გულში გვახსოვს და ესე მოვდივართ. რაც შეეხება ხარების დღესასწაულს, რომელსაც თქვენც აღნიშნეთ და ესე უწოდებთ ჩვენი გამოხსნის დასაბამი, ხო? სად მოხდა, როდის მოხდა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მოგახსენებთ. ხარებასთან დაკავშირებით წმინდა ლუკა მახარებელი გვაუწყებს. ლუკა მახარებლის პირველ თავშია უწყებული. ცოტა შეიძლება ისტორია წარუმძღვაროთ წინ, რომ აი ჯერ პირველად ხდება იოანე ნათლისმცემლის მამის ზაქარია მღვდლის მიმართ უწყება, რომ მისი ცოლი ბერწი ელისაბედი უშობს ეს. თან საინტერესო რამ არის, რომ გთხოვთ დავაკვირდეთ გაბრიელ მთავარანგელოზის გამოცხადება, უწყება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა როგორ მიიღო და იგივე ზაქარია მღვდელმა, რომელიც გამოცდილია თავის მღვდლობით, იხილა ზაქარიამ გაბრიელ მთავარანგელოზი, შეძრწუნდა და შიში დაეცა. ნახეთ, შეძრწუნება ეს არის პირველი რეაქცია უჩვეულო სახილველისგან მომდინარე, ან უჩვეულო სიტყვებისგან მომდინარე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეძრწუნდა, იხილა რა გაბრიელ მთავარანგელოზი და განიზრახვიდა გულსა თვისა, ვითარმე იყოს მოკითხვა ესე. ნახეთ, გაბრიელი შეაძრწუნა და შიში დაეცა მისმა ხილვამ, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ შეაძრწუნა მისმა ხილვამ, მისმა სიტყვებმა შეაძრწუნა და როგორც ეკლესიის მამები გვაუწყებიან, ქალწულებაი ჭეშმარიტი ანგელოსთან ათესაობას და მისი ხილვით ამიტომაც არ შეძრწუნებულა, მას წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი გვაუწყებს. და დავიწყოთ და მოყვეთ ახლა რომ როგორი დიალოგი წარიმართა ასევე საინტერესო ღვთისმშობელსა და ბუნებრივია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ბავშვობიდანვე მისი მშობლების განზრახვით ტაძარში იზრდებოდა, ანა წინასწარმეტყველი ზრდიდა, მოაღწია 14 წელმა. ეს იყო ებრაული სჯულის ასე მოთხოვნა, მკაცრი 14 წლის გოგონა უნდა აუცილებლად აქორწინებულიყო, მას თუ არ ყავდა არჩეული ირმე და მის ოჯახს, მაშინ თავისი გვარიდან, თავისი ტომიდან გამოურჩევდნენ შესაბამის და დააქორწინებდნენ. რადგანაც მარიამს ჰქონდა აღთქმა უფლის წინაშე, რომ იგი მარად ქალწული იქნებოდა, მისი მშობლები გარდაიცვალენ, იოაკიმე და ანა ასაკოვანი იყვნენ და მას აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ უფალს უნდა ემსახუროს
და მაგრამ მოაწია ჟამი რომ იგი უნდა ჯულის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაიწინდოს და მაშინ გამოარჩია 12 ტომი დავითის ტომიდან და როგორც ცნობილია ახლა ისტორიას აღარ გავაგრძელებ ძალიან ვრცლად და იოსების კვერთხი განედლდა და დაიწინდა. დაწინდვის არსი რა არის და მათი ურთიერთობის ურთიერთპასუხისმგებლობა და მოვალეობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იმყოფება იოსებთან სახლში, ხოლო იოსები ასაკ გადაცილებული 80 წელს გადაცილებული ადამიანია. იოსების მოღვაწეობა და ურთიერთობა ეს იყო რომ იოსები ზრუნავდა პატარა გოგონაზე. მარიამი კი საოჯახო საქალებო საქმეებით იყო დაკავებული და ესე მოხდა რომ როგორც წმინდა ლუკა მახარებელი გვაუწყებს შევიდა ანგელოზის სახლში და მიმართავს მთავარანგელოზი გაბრიელი და მიმართავს გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის რამე თუ პოვე მადლი წინაშე ღმრთისა აი ამ მისალმების ეს ფორმულირება ეს სიტყვები ოდნავ განსხვავებულია როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელისაბედთან მიდის სახლში იოანე ნათლისმცემლის დედას ან ის იგივე სიტყვებს ოღონდ დამატებით და ამასაც მოგახსენებთ დაწვრილებით ახლა სიტყვა სიტყვით მუხლობრივად განვარტოთ აი ეს სიტყვები რა გიხაროდენ მიმადლებულო საინტერესო ის გახლავთ რომ გიხაროდენ აი ძველი ქართული ტრადიცია იყო რომ ეხლა დიდი დღესასწაული მოდის აღდგომის დღესასწაული და ჩვენ აღდგომას ესე ვესალმებით და მივახარებთ ერთმანეთს რომ ქრისტე აღდგა და მეორე ჭეშმარიტად აღდგა და ადრე სრული მისალმების ფორმა ესეთი იყო რომ ქრისტე აღდგა გიხაროდენ და მეორე პასუხობს ჭეშმარიტად მადლი მახარებელსაო ეს მთის რეგიონებში შემორჩენილია ამგვარი მისალმება სააღდგომოდ მისალმების სხვადასხვა ფორმა არსებობს აი გამარჯვებას უსურვებთ მშვიდობას უსურვებთ აი ეს აღდგომიდან ამ აღლებამდე ამ სიტყვებით ესალმებოდნენ ახლა გიხაროდენ რას ნიშნავს გიხაროდენ თან მიმადლებულო მადლი ღვთისმადლი არის მიმადლებულო ნიშნავს უფლის მადლ მომუშაკებულო გიხაროდენ ნიშნავს ხარა ფუძე ეს არის მადლს ნიშნავს ბერძნული ტერმინი არის და გიხაროდენ ღვთისმადლით აღივსე მადლ მომუშაკებულო აი ამ სიტყვების არსი ეს არის უფალი შენთანა შენთან ყოფობს უფალი და ამიტომაც ხარ შენ მიმადლებული უფალი შენ კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის აი ეს სიტყვები რას ნიშნავს 60-დან გამოძევების შემდეგ გვახსოვს რომ პირველი ევა ეს არის ყველა ქალის სახე რომ იგი დაისაჯა იმით რომ უნდა მიუდგესა ტკივილი ჩვას შვილი და ძე მამაკაცმა ადამაკი თავის სახის პირიდან მომდინარე ოფლით უნდა მოიპოვოს საზრდელი და ეს დიდი განსაცდელებიელის. ნახეთ, ყველა ქალი ამ საშელის ქვეშაა პირველი ევიდან ბოლო ევამდე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეკლესიის მამები მეორე ევა, სხვა იგი ევა ესე უწოდებენ ისევე როგორც იესო ქრისტე სხვა იგი ადამი. ნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის კურთხეული ყველა ევას, ყველა დედას შორის. კურთხეული რას ნიშნავს? ამ საშელს გამორიდებული. ეს საშელი მასზე არ მოქმედებს. კურთხეულია ამიტომაც და თან უფალი მასთან ყოფობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარიამი თუ ყველა ქალი ტკივილით შობდა ძეს და მიუდგებოდა რა ორსულად დაორსულდებოდა მისი შობა საოცარ დიდ ტკივილის მომნიჭებელი იყო მათთვის. ღვთისმშობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აი ამ სიტყვების შემდეგ ფიქრობს, ნახეთ შეძრწუნდა, იგი შეაწუნა ამ მისალმების სიტყვებმა, იმიტომ რომ ვიცით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მრავალგზის ეცხადებოდა გაბრიელ მთავარანგელოზი და განსწავლიდნენ მას, სულ პატარა გოგონა, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ტაძართან იზრდებოდა. მაშინ და მარიამი არ შეაწუნა მისმა ხელამ მარიამი შეაზრწუნა მისმა სიტყვებმა და ფიქრობს ვითარმე იყოს მოკითხვა ეს ანუ ეს სიტყვები ამგვარად რატომ მომიკითხა და შემდეგ გაბრიელ მთავარანგელოზი ეუბნება რომ შენ უფლის წინაშე მოიპოვე მადლი მოიმუშაკე მადლი და მარიამი მე ხომ მამაკაცი არა ვიცი და რა ყოფილა არ მომხდარა ესეთი რამ მარიამი სრულად არის უფალს მინდობილი მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა ხო ეს მისი დაეჭვება, მისი ურწმუნოება არ არის რომ ეს როგორ უნდა მოხდეს და უწყება რომ სული წმინდა მოვიდეს შენსე და ძალი მაღლისა გვფარვიდე შენ გაშვებელს უნდა ეწოდოს იესო ხსნელს ნიშნავს ანუ ესაა ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნელი იგი იქნება დავითის ტახტზე და მის მეფობას დასასრული არ ექნება თუმცა კი არის ესეთი უწყება წინ უნდა გვეთქვა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კითხულობს რომელიც ღრმად ჩახედული
დაკავებული არის ამ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებში, რომ ქალწული უნდა მიუდგეს, უნდა შუასწე იგი იქნება სოფლის მესია, მხსნელი, ამასთან დაკავშირებით დანიელი წინასწარმეტყველი, ესაია წინასწარმეტყველი და მრავალი წინასწარმეტყველება იყო და აი ფიქრობს, როგორც არის საეკლესიო ტრადიცია, რომ განიზრახვიდაო იმ ქალწულის მსახურად რომ აქცია, როგორ ერთგულად ემსახურებოდა და ის იყო მისი ოცნება, მაგრამ ნახეთ როგორი აღმატებული მდგომარეობა, რომ შენი წიაღიდან უნდა მოვიდეს მესია, მხსნელი უნდა მოვიდეს შენი წიაღიდან. რატომ გამოირჩია უფალმა მაინც და მაინც ქალწული მარიამი კაცთა მოდგმიდან იმისთვის, რომ სწორედ მისგან შობილიყო ქალწული მარიამისგან უფალი და მისი განხორციელების მსახურებად, რატომ გამოირჩია მაინც და მაინც ქალწული მარიამი? მოგახსენებთ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ და ახლა ბარემ თქვენის ნებართვით ერთ ციტატაც მოგახსენებთ წმინდა გრიგოლ ნეუკესარიელის ვენახო მარადის გიხაროდენ მიმადლებულო, ვენახო მარადის შვენიერო, დაუთესველო, ნაყოფ შვენიერო, ყანაო, კიდობანო სიწმინდისაო, შინაგან და გარეშე განჩუნვილო ოქროითაო. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა წმინდა ღვთისმშობელი, ანუ ყველა დედათაგან გამორჩეული თავის სიწმინდით. იგი იყო არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად წმინდა. მაგრამ მარიამი იყო ამავე დროს უბრძენესი დედათა შორის. ნახეთ, თითქოს ერთმანეთთან როგორ უნდა დავაკავშიროთ. იგი წმინდა, მაგრამ უბრძენესიც არის. არა მარტო დედათა შორის, არამედ ადამიანის მოდგმას შორის. გავიხსენოთ გნებავთ, ეს ხარება მარიამი გულში დაიმარხავს და არ ეკითხება გაბრიელ მთავარანგელოს თუ ეს რა და როგორი სახით უნდა იყოს. ყველა წმინდა ღვთისმშობელი მიდის ელისაბედთან სახლში, ელისაბედის შეეგებება, მიესალმება. ახლა მოგახსენებთ ამ სიტყვებსაც მოგახსენებთ და მარიამი გულში დაიმარხავს და საოცარ უფლის სადიდებელს ხომ ამბობს მარიამი და გალობს უფლის ხო გალობა ღვთისმშობელის ესოწოდება. მარიამი შობს რა მაცხოვარს, მოდი ამ წყემსები ახარებენ და მარიამი და საოცარ სიტყვებს ეუბნებიან, მარიამი ამ სიტყვებსაც დაიმარხავს. მარიამთან მოდიან, შემდეგ მიყავთ რა მაცხოვარი ტაძარში, აი დამწინდელი იოსები შეეგებება და საოცარ სიტყვებს ამბობს. ასევე ანა წინასწარმეტყველი მარიამი გულში იმარხავს ამ სიტყვებს. გნებავთ გავიხსენოთ 12 წლის მაცხოვარი ტაძარში რომ მარიამი მოიძებს და როგორ სიტყვებით მიმართავს და ნახეთ ჩემი ყოფა აქ არის რომ მაცხოვარი რომ მიმართავს და სხვა მარიამი არასოდეს არ ეუბნება, არ ეკითხება რა და როგორ. იგივე თქვა კანას გალილეას ქორწილი და საქმე ის გახლავთ რომ მარიამის უაღმატებულესი სიბრძნე უფლის ნებას სრულად მინდობა. ამიტომაც არის იგი ოქროს ჭურჭელი, ამიტომაც არის იგი ის სავანე, საიდანაც მაცხოვარი მოდის, უბრძენესი, უწმინდესი და გამორჩეული დედა, რომლის წიაღდანაც მოდის მაცხოვარი. მამა გიორგი, ასევე პარალელი რომ გავავლოთ, როგორ იღებს ცნობას იმის შესახებ, რომ ელისაბედი მიდგომილია, მართალი ელისაბედი და შვილი ეყოლება მართალი ზაქარია და როგორ იღებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მოგახსენებთ. და ზაქარია როგორც გითხარით, დაეჭვდება შეაშინა მისმა სიტყვებმა, შეძრწუდა შიში დაეცა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ახარებს რა გაბრიელ მთავარანგელოზი და ეუბნება რომ უფლისთვის ყოველი სიტყვა არ არის შეუძლებელი რომ არ ახსრულდეს. მარიამი ფიქრობს, მე ხომ ქალწული ვარ და სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა იქ ფარვიდეს. და შემდეგ მარიამი ამბობს იმ სიტყვებს, რომელიც არის ბეჭედი მისი სულიერი მდგომარეობისა. აჰა მხევალი ღვთისა იყავ ნებისაებრ სიტყვისა შენისა, უფლის ნებისაებრიყოს. ანუ მარიამი რომ მზად არის, უფალმა ეს ყოველივე იცის, მაგრამ ჩვენთვის გასაგებად რომ მარიამა თავის შინაგანი მზაობა დაბეჭდა ამ სიტყვებით, რომ უფლისნების აღმსრულებელია. შენი ნათესავი ელისაბედი, რომელსაც ბერწი ერქვა, იგი 6 თვის მიდგომილია. ამის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიდის ელისაბედთან და ეს არის იუდეის მხარე, არის უწყება რომ იუდეის მთიანეთში იუტა ან ქებრონი, რომელიმე ამ ქალაქიდან შედის მარიამი და მოიკითხა ელისაბედ და მოესმარა ელისაბედს ხმა, ესე ძალიან საოცრად კარგირავს, ხო, კრთებოდა ყმა იგი მუსელსა მისსა. ნახეთ, ელისაბედს ეუწყა რომ უпроსორად მის მეუღლეს ეუწყა ზაქარია მოდელს რომ როცა თქვენ სულიწმინდის მადლით აღივსებით და თანამედროვე დროს 1-2 სიტყვას მე მინდა რომ დავამატომას რომ და კრთებოდა ყმა იგი და ელისაბედ გამოდის ეუბნება კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის აი მისამების ფორმა გაბრიელ მთავარანგელოსა და ელისა და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. გაბრიელ მთავარანგელოზი არ ახსენებს მისი მუცლის ნაყოფს. რატომ არ ახსენებს? იმიტომ რომ მუცლად არ იყო ჯერ ნაღები მაცხოვარი, არ ქონდა მუცლად მიღებული და ეს როდის მოხდება? ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტყვების შემდეგ, რაც მარიამმა გამოხატა თანხმობა
მზაობა, რომ უფლისნება მის თავზე ახსრულდეს. და ეს რას მიანიშნებს? ეს მიანიშნება, უკვე მარიამი მიდგომილია. აი ამას მიანიშნებს, რომ ელისაბედმა სულიწმიდის მადლით აღსებული ელისაბედი წინასწარმეტყველებს მარიამის შესახებ და გაბრიელ მთავარანგელოისგან განსხვავებით იგივე სიტყვებს ეუბნება, ოღონდ დაამატებს, რომ კურთხეულას ნაყოფი მუცხრისა შენის, უკვე მარიამმა სულიწმიდის მიერ მუცრის ნაყოფი მიიღო და მის წიაღში მყოფობს მაცხოვარი. ამიტომაც არის, რომ კრთებმა მის წიაღში, ელისაბედის წიაღში მისი ძე იოანე, მომავალში იოანე ნათლისმცემელი და საოცარი შეხვედრა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიტყვები, რომ ადიდებს სული ჩემი უფალსა განიხარა სულმა ჩემან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა და საოცარი შესხმა საოცარი სიტყვები, ეს მისი არა ამპარტავნებით, არამედ მისი საოცარი თვინიერი მორჩილი ბუნების გამოხატულებაა, დიდება უფლისა მარიამის აი ამ სიტყვებში. ბარემ ესეც უნდა ვთქვათ, რომ აი როცა ზაქარია მღვდელს აუწყებს, საოცარ სიტყვებს ეუბნება შემდეგ შენი წიაღი, თქვენ შენი ცოლის წიაღი, რომელიც ბერწი იყო, იგი განედლდება გიშობს ძეს და იყოს შენ და სიხარულ და მხიარულება. სიხარული და მხიარულება რას ნიშნავს? სიხარული ეს არის არა რაღაც აპატიეთა ქუჩაში რომ გამოვლენ და ხუმრობენ და ხო არ არის, არც ეს მხიარულება არ არის. საღვთო სიხარული ეს არის უფლის მადრის ადამიანის გულის ავსება. საღვთო მხიარულება ეს ამისი გარე გამოხატულება. საღვთო მხიარულება, რომელიც ადამიანის გულის მდგომარეობა უცნობია კაცთათვის, ხოლო საღვთო მხიარულებით გამოიხატება, იგი დაჯილდოვდება ჭვრეტადობის უნარის, კურნებითი უნარის, წინასწარმეტყველების უნარით და ასე შემდეგ. საღვთო მხიარულება. აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიდის რა ელისაბედთან საღვთო მხიარულებაში მყოფია უკვე ელისაბედი, იმიტომ რომ მიდის მასთან რა შეიძრა მის წიაღში იოანე ნათლისმცემელი და სულიწმინდის მადლით აღივსო, ანუ ესა საღვთო მხიარულების გარე გამოხატულება, რომ მან დაიწყო წინასწარმეტყველება და არ იცოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით და როგორი სიტყვებით მიმართავს. ბარემ ამასაც მოგახსენებთ, აი თუ ეს ეპიზოდი ალბათ კარგად და დროის სიმცირის გამო სრულყოფილად ვეღარ მოვყვებით, რომ ზაქარია და ელისაბედი მისი სული იყვნენ წინაშე ღვთისა მართლები. მართალი რას ნიშნავს? უფლის მცნებათა უბიწოდ აღმსრულებელი. უფლის მცნებათა უბიწოდ და მართლად აღმსრულებელს მართალი ეწოდება, აი ეპითეტები უფლისმიერი როგორ არის. ხოლო მათი წიაღიდან შობილზე პირდაპირ არის უწყებული, რომ იგი იქნება დიდი იქნება იოანე, რადგანაც მანო ღვინო და თაფრუჭი არასვასო, ღვინის და თაფრუჭის უსმარობით არ არის იოანე დიდი, არამედ სული დედის წიაღშივე სულიწმინდის მადლით აღივსება. დიდი თავის თავში მოიცავს მართალსაც. ანუ იოანე აღმატებულია. რაც შეეხება მაცხოვარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რომ აუწყებს გაბრიელ მთავარანგელოზი, იგი იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს. ნახეთ, მაცხოვარი ზე აღმატებული, თვალ შეუდგამად აღმატებულია ყველა მიწიერზე, რომ იგი არის დიდი, ანუ თავის თავში მოიცავს უფლის მცნებათა ზედმიწევნით აღსრულებელს. იგი არის ჯულის აღსრულებელი, უფლის მცნებათა აღსრულებელი. იგი არის სულიწმინდის მადლის მატარებელი და იგი არის დიდი უფლის ზედ სახელდების ადამიანთა შორის ამით გამორჩეული და ყველაზე აღმატებული ეპითეტი ქრისტეს ეკლესიაში ადამიანს, რომ აი უფლის სახელით მიმართავს, უფალს ეტყვის, გახსოვთ ფსალმონის სიტყვები, ქვა უფალმან უფალსა ჩემსა. ნახეთ რა საინტერესოა, არსით უფალი მადლით განაღმრთობილს მიმართავს. თუმცა კი ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი არის სრულყოფილი კაცი, სრულყოფილი ღმერთი, არსით უფალი, რომელიც მოდის და იგი ჭურჭელს კაცს იესოში გიებს ყოფობს და იგი არის მადლით უაღმატებულესი მდგომარეობა. აი ეს რაც შეიძლებოდა ორიოდე სიტყვით და უფრო თქვენთვის ასევე იმასაც რომ გავამახვილოთ მამა გიორგი ყურადღება, რომ ნებიშვიდეულში მოხდა წელს ხარების დღესასწაული, ზოგადად ვიცით რომ არის ხოლმე თევზით ხსნილი, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება, ну ეს ესე იგი კალენდარში ყოველ შემთხვევაში ესე წერია რომ არ არის დღეს თევზით ხსნილი. მოგახსენებთ ჩემო რომ თევზით ხსნილი ჩვენი საეკლესიო ტიპიკონეს საეკლესიო კანონმდებლობით ეს თევზით ხსნილი არა დიდ ნებიშვიდეულში ხდება, ზეთით ხსნილი არის დღევანდელი დღე და ეს გასტრონომიული კუთხე არის მარხვისა, თუმცა მარხვა არის სულიერი კუთხით, არის გასტრონომიული კუთხით და ეს გასტრონომიული კუთხით ეს უმთავრესი კი ჩვენ ვიცით რომ სულიერი კუთხე არის და ეს სულიერი ასე გამოიხატება კეთილსაქმეთა აღსრულება, ლოცვა, მსახურება და როგორც ჩვენი უწმინდესი გვარიგებდა რომ მხოლოდ უფალი ვადიდოთ ამ დღეს ესე ხო რაც შეეხება აი ამ მარხვასთან ნებიშვიდეულზეც რომ ვისაუბროთ, მეორე დღე არის დღეს არის დიდი სამშაბათი,
სულ რამდენიმე დღე რჩება ბრწყინვალე აღდგომამდე. ნებიშვიდეულის თითოეულ დღეს დიდი ეწოდება, ნუ დღეს დიდი სამშაბათი, 10 ქალწულის ხსენება, ხო? დიახ. და წინ გვაქვს ძალიან მძიმე დღეები, ხო, დიდი 4 შაბათის შემდეგ. მოგახსენებთ, პარემ მარხვაზე ორ სიტყვას მარხვაზე თუ თქვენი ნებართვა იქნება მარხვასთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენებთ, რომ აი უფრო უპირატესი ყურადღება ეთმობა ამ სულიერ კუთხეს, თუმცა კი ამ სულიერი კუთხესთან ერთად გითხარით გასტრონომიული მხარე არისო და მარხვის საფუძველი ეს მაცხოვრის მოღვაწეობიდან 40 დღე რომ იმარხულა და პირდაპირ გვეუბნება ლუკა მახარებელი რომ 40 დღის განმავლობაში მას არაფერი უჭამე და რა იყო, იგი ლოცულობდა და უფალს ესაუბრებოდა, ხომ? და შემდეგ იწყება მისი გამოსვლა სამგზის მიუხვდა გამოცდელი. წმინდა გიორგი მთაწმინდელს გამორჩეულ დიდ მოღვაწეს ეკითხებია რომ ვით არ გონებ დიდო მამაო რომ მარხვაში კათოლიკე მარხვაში ანუ საყოველთაო დიდ მარხვაში თევზთან დაკავშირებით ესაუბრებიან. ახლა ეს ჩვენი სასაუბრო თემა არ არის, მაგრამ რადგანაც თქვენ ბრძანეთ გეტყვით რომ წმინდა გიორგი ამბობს მთაწმინდელი რომ მე ვგონებო ეს ქართული ტრადიცია არ არისო, მართლმადიდებლური ტრადიცია არ არის და შემოვიდა თევზზე უარის თქმა მარხვაში, ხო, ამას გულისხმობთ? და ესო შემოვიდაო თევზზე უარის თქმაო, გონებო მწვალებელი ჩვენი მეზობლებისგან სომხებზე არის მითითება, იმიტომ რომ თქვენიც ეს მონოფისტური მიმდინარეობისა და ეკლესია აღსარებლობის რომელიც ჭეშმარიტ აღსარებლობას გვერდზე გადგენენ, ასე რომ ახლა საპოლემიკო თემაც არ მინდა რომ ხამ საღვთისმოწყალე კუთხით დავიწყოთ ამაზე მსჯელობა და ამბობს წმინდა გიორგი მთაწმინდელი. ვინცო თევზი წველას გაუტოლოს, წველა არის რძის ნაწარმი და აჭამოსო იგიო საჩელის ქვეშ მოექცევა. ანუ ვისაც თევზი აქვს და არ შეჭამს, იმიტომ რომ იმარხულოთო, იგი უფრო უარესია ვიდრე აქვს და არ აჭამსო. ანუ თევზის მithმევაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, კალენდარში ჩვენ გვიწერია რომ თევზით არ არის. ეს უკვე ტრადიცია ეკლესიაში ჩამოყალიბდა და ჩვენ ახლა რაც არის დღე, ჩვენი მოთხოვნა, ესე უნდა აღვასრულოთ, რომ რაც არის ხო და თანამედროვე დროს თქვენი კითხვის პასუხად მოგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე არის მხოლოდ და მხოლოდ ზეთით ხსნილი და არა თევზით. რაც შეეხება ახლა ამ დღეებს ჩვენ უკვე გავიარეთ ლაზარეს შაბათი. აი სახარებიდან გვაქვს ყველა დღეს თავის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოდის კითხი ცოტა დრო გრჩება დაახლოებით 1 წუთი და აი შეჯამება რომ იყოს ჩვენი საუბრის. მაცხოვარმალაზე რაღაცგინა დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც მაცხოვრის აღდგომამდე 1 კვირით ადრე ხდება. შედის მაცხოვარი დიდებით იერუსალიმში კიცვის ამხედრებული კიცი განასახიერებს წარმართულ ერებს, რომელიც უფალმა იტვირთა და ოსანას უგალობენ და დიდებას უგალობენ. ეს შესვლა ოქროს კარიბჭის ხდება, ოქროს კარიბჭისას თავისი ახსნა და მნიშვნელობა აქვს. შემდეგ ეს დღესასწაულები ხარებასთან დაკავშირებით, ხარება ჩვენ ვიცით რომ მაცხოვრის შესახებ უწყება, ასევე ლეღვის ხის გახმობა, მაცხოვრის გაცემა იოან ნათლისმცემლის მიერ შემდეგ უნება. ეს ამიტომაც ქვია ამ კვირას და ყველა დღეს დიდი, იმიტომ რომ ეს არის მოლოდინი უფლის გაცემისა, უფლის კაცობრივის სული ჯოჯოხეთში შთასვლისა, შემდეგ აღდგომისა და წარმომტყოვნისა ჯოჯოხეთისა და აღდგომისა. ეს განსაკუთრებული დიდი დღესასწაული, რომელიც აღდგომას უკავშირდება, ამას მოველოდებით და ღმერთმა სიკეთით, მშვიდობით დაგვიყენოს ეს დღესასწაული და დაგვიდესოს ღმერთმა ჩვენი სამშობლო, გაგვიძლიეროს ჩვენი დედა ეკლესია, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის თანადგომის იმედი არ მოგვიშალოს და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და ჩვენი უწმინდესი პატრიარქი მეოხი ჩვენი სამშობლოსი, რომელიც ახლახან გასული არის. ამინ, ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი, გილოცავთ კიდევ ერთხელ ხარებას, ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინასწარ მოგილოცავთ. ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა 7 გზის ლოცვის დროა. ერთად მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. Smiloda
სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და გილოცავთ ხარების დღესასწაულს. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის შემდგომ სტუმარს, შემოგვიერთდა წმინდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, პროფესორი კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შესახებ. ბატონო კონსტანტინე, მოგესალმებით. გილოცავთ ხარების დღესასწაულს. მადლობთ ასე. და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. აი ეს დღეები ჩვენ ბუნებრივია საუბრობთ უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შესახებ, ეპოქალური პატრიარქის შესახებ, რომლის მწყემსთავრობის პერიოდიც დაახლოებით არის 9 საუკუნოვანი. თქვენ ბრძანდებით იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ხართ მომსწრე და მოწმე საქართველოს ეკლესიის აღმავლობის დასაწყისისა, რაც უკავშირდება სწორედ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სახელს. 1977 წელს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე და ამ პერიოდიდან მოყოლებული თქვენ უკვე გახსოვთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ასევე ვიცით ისიც, რომ ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარი გახდა შეკრების ადგილი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა
წარმომადგენელთათვის, დისიდენტებისთვის, მაშინდელი ინტელექტუალებისთვის, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის და აი მინდოდა მეთხოვა რომ აი ყველაზე ცოცხლად რაც შემორჩა თქვენს მეხსიერებას ამ პერიოდიდან სწორედ ის გაგეხსენებინათ. იცით მე წინარე პერიოდიც მახსოვს ეფრემ მეორის და დავით მეხუთის პერიოდიც და როგორ მახსენდება იცით სიხალვათე სიონში ალბათ სულ 20-ოდე ადამიანი იყო და მათ შორის უმეტესობა იყო არაქართველი. აი ეს მახსოვს. რუსი ქალბატონები, ისინი იყვნენ ხოლმე სიონის მოხუცი ქალბატონები, სიონის მრევლი ეს იყო მაშინ. რაც შეეხება ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, რა თქმა უნდა, სიონში მრევლმა იმატა. და განსაკუთრებით მახსენდება აღდგომის პერიოდი აღდგომის ღამე. როდესაც სიონი იყო გადაჭედილი და მის გარშემო იყო სულ ხალხი. და თითქმის აი ადგილი არ იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა ხოლმე. აი ეს დამამახსოვრდა. ეს იყო სულიად განსაკუთრებული რაღაც ასეთი რამ არ ახსოვს ისტორიას არა მე გულისხმობ ხა ისტორიას კირიონის და ამბროსის შემდეგ ასეთი ალბათ ხალხმრავლობა ეკლესიაში არ იყო საბჭოთა კავშირში ამას არ დაუშვებდნენ და ნუ აქედან ჩანდა უკვე რომ აი ეს ზღვა საგუბარის კედელი რომელსაც მირაბ კოსტავა თავის ლექსში ამბობს ზღვა საგუბარის დასცა კედელიო ეს კედელი რომ დაეცა ფაქტიურად უკვე წამოვიდა ხალხი რელიგიისკენ, ეკლესიისკენ. იქ იყვნენ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ის ინტელექტუალები, გაბედული სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ უფლებადამცველურ ეროვნულ მოძრაობასთან, რომელიც არ იყო მრავალრიცხოვანი სხვათა შორის და იყო ნახევრად ლეგალური მოძრაობა. ეს არ იყო მთლად ლეგალური. რა თქმა უნდა, ის არ იყო არცად რეგისტრირებული, მაგრამ ეს ადამიანები იქ დადიოდნენ, ესწრებოდნენ წირვას. ნუ ეს ადამიანები ოცნებობდნენ საქართველოს შეიძლება ჩამოთვალოთ ბევრი მათგანი, ხო, ისინი იყვნენ, ნუ თამარ ჩხეიძის ჯგუფი იყო, იქ ირაკლი წერეთელი მახსენდება, გოჩა აბულაძე მახსენდება, მეუფე სპირიდონი მახსენდებიან, სხვები კიდევ ბევრი, გუძა აფაქიძე, ზურაბ ცინცაძე, გურამ მამული, ესენი სულ ყველანი დადიოდნენ იქ. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის. მარიკა ბაღდავაძე, ავთვანთიძე, ეს ხალხი ზოგი ცოცხალია, ზოგი არ არის ცოცხალი და ისინი რა თქმა უნდა ეს იყო რაღაც მე მას დავარქვი რაღაც ერთგვარი კოხტას თავის შეთქმულებას გავდა ეს ყველაფერი. რამდენადაც ჩვენ იქ ვიყავით რაღაც შინაგანად დამუხტულები ამ ეროვნული იდეის რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ და მოვიპოვოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის. თქვენ ძალიან ახალგაზრდა იყავით მაშინ და სტუდენტი გახდით, მე ვიყავი მაშინ სტუდენტი და პრაქტიკულად არ ვაკლდებოდით ჩვენ შაბათ-კვირის, ასე ვთქვათ, წირვებს. დიახ, აი რა იყო ის ეზოში ხდებოდა გასვლა, ეზოში ხდებოდა, მე გასვლა და ჩურჩულით საუბრობდით, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენდნენ იქ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვისმენდნენ. კონტროლი დიდი იყო. არა, როგორ არა, კომკავშირლებიც დადიოდნენ და უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები მათ ჩვენ სახეზე ვცნობდით. უწმინდესი და უნეტარის ილია მეორის როლზე მინდა გკითხოთ აი სწორედ ძალიან დიდი როლი ჰქონდა. შეკრებებში აქ რაზეც თქვენ საუბრობთ და ძალიან დიდი როლი ჰქონდა ის ახალგაზრდა მაშინ ახალგაზრდა იყო და ასე ვთქვათ ჩვენ მისი ხელიდან ვიღებდით ზიარებას, მონაწილეობდით ქრისტიანულ საიდუმლოებებში და უსმენდით მის ქადაგებებს რაღაცა სხვა იგრძნობოდა რა რაღაც აი აქ განახლების სული ტრიალებს და არის გარკვეული აი ხელშეკრულება მასსა და ეროვნულ მოძრაობას შორის რომ ხელშეკრულება არაპირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა ეს არის დაუწერელი ხელშეკრულება რომ ეკლესია იბრძოლებს არა მხოლოდ სულის ცხონებისთვის არამედ ამ ქვეყნისთვისაც ანუ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს, დიახ, იმიტომ რომ და საერთოდ ეროვნული მოძრაობის და ეკლესიის მიზნები ერთმანეთს ძალიან გავდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი რაღაც პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მხოლოდ თქვათ პოლიტიკური მიზნებისთვის იმოქმედებდა, არა. ეროვნული მოძრაობის მიზანი იყო ასევე ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის
იმ სათნოებად აღდგენა, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა და ეკლესიის მიზანიც განასხვავა რამე არის, არა, რა თქმა უნდა. აი რაც შეეხება მე ვახსენე ადრე ჩემს გამოსვლაში, რომ მერაბ კოსტავამ წმინდეს მიუძღვნა როგორ? მიუძღვნა დავით გარეჯელს, მამა დავითია ეს, მაგრამ როგორც შთამაგონებელს მიუძღვნა ეს ლექსი ილია მეორეს, იმიჯერ კიდევ მიტროპოლიტს. როგორც შთამაგონებელს, რომ ლექსი რა თქმა უნდა არის დავით გარეჯელზე და მე მახსენე. რომელი თქვა ფრაგმენტი მიანიშნებს, რომ ნამდვილად პატრიარქს ეძღვნება, შთაგონება არის ილია მეორე. როგორც შთამაგონებელი არის ილია მეორე ამ ლექსში, თორე ცხადია დავით გარეჯელია ლექსის ასე ვთქვათ ძირითადი პერსონაჟი. მამაო გვარქვი უშვენობით ნეტავ ვინასწლოს, მამაო ჩვენ და გადახსენი უცხო სამყარო, მამაო წყარო ცხოვრებისა ვისხუროთ ვინძლო, მამაო ვინძლო დამჭკნარ კვერთხზე ყლორტი ვახაროთ, მამაო ღირსი ქადაგების ცეცხლო და რვალო, მამაო მაღალ სასწაულთა ღირსო ქმედებავ, მამაო ზეცით მომძირალო უშრეტო თვალო, მამაო ქველთა შემოქმედთა ხელოვანთა შემოქმედებავ და ესე ნამდვილად ახარა უწმინდესმა დაუნეტარესმა ახალი ყლორტი და ის ნამდვილად არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა ნინოს გზის გამაგრძელებელი და ახალი მომაქცეველი ჩვენი ქვეყნის. რაც თავარია ის გეზი, ესე იგი, რაც დაიდო ის ქვა, ძირითადი ფუძე ქვა, რაც დაიდო უწმინდესი კირიონის მიერ და შემდეგ ამბროსის მიერ იქნა გაგრძელებული, ეს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე უნდა მოხდეს გამახვილება. ის რაც 1990 წელს დააგვირგვინდა რა, ეს რომ დიდი ბრძოლის შედეგად რომ საქართველოს ეკლესია კი არ ცნეს, რომ რაღაცა ავტოკეფალია მოიპოვა მან 1917 წელს. სხვათა შორის ხო არამედ ის ახადგინა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ხა იმ ავტოკეფალიას სხვათა შორის რუსეთის ეკლესიის გარკვეული ნაწილი არ ცნობდა. მათთვის აი ამ ნაწილისთვის და ეს უფრო არის RCP-ს საზღვარგარეთის ფილიალი. ჩვენ დღესაც კრასნოდარის ეპარქია ვართ. და კირიონის სქიზმატიკოსად არის მიჩნეული მათ მიერ. რა თქმა უნდა, ასე არ იყო ის ნაწილი ეკლესიისა, რომელიც იყო დარჩენილი მოსკოვში, მან სტალინის ზეწოლით, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით სტალინის ზეწოლით 1944 წელს ცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ის ნაწილი ხომ დარჩა. პატრიარქის ღვაწლზე ამ მიმართულებით ავტოკეფალიის აღიარებას რაც უკავშირდება, რაც მოხდა 1990 წლის 4 მარტს, მაშინ იყო მართლმადიდებლობის ზეიმი, ამ დღესასწაულზე გადმოგვეცა სწორედ ორი ტომოსი, ერთი ავტოკეფალიის აღიარებისა და მეორე პატრიარქის ტიტულის ცნობისა. რამდენიმე გადაცემა მიუძღვენით და თქვათ ჩვენს მოსახლეობას, საზოგადოებას ალბათ აქვს ინფორმაცია, ეს რამხელა საქმე იყო, რა დიდი საეკლესიო და ასე ამავდროულად ეროვნული საქმე პატრიარქის მხრიდან. პირველი შეხვედრა ჩემი იყო მახსოვს 1900, აი ეს ერთ-ერთზე შეხვედრა, ეს იყო 1986 წელს, 86-85-ში, როდესაც მისგან მე მივიღე ერთგვარი დავალება, რომ კალისტრატე პატრიარქის შრომა, რომელიც დაცული იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, რუსულად წამეკითხა, გადამეთარგმნა ქართულად და გამომეცა სათანადო კომენტარებით. მე როგორც მეცნიერი, მაშინ გახდით ასპირანტი, დღევანდელი გაგებით დოქტორანტი აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტისა და მართლაც მე შეუდექი ამ საქმეს და საქმე დავაგვირგვინე წარმატებით, იმიტომ რომ ეს არ იყო ძალიან ძნელი იყო კალისტრატე პატრიარქის ხელის გარჩევა. ადვილი საქმე არ იყო. ეს იყო იბერიის ეკლესიის ისტორია. ოღონდ სასანიდების პერიოდში, ანუ მე-6 საუკუნეები, დიახ. იგივე წმინდა ნინოს ქადაგებებზეც იყო იქ წმინდა ნინოს პერიოდი მირიანი და შემდეგი ვახტანგ გორგასლის პერიოდი. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვეცით საღვთისმეტყველო კრებულში, მაშინ სხვათა შორის საღვთისმეტყველო კრებულში ნაყოფიერად მოღვაწეობდა ზვიად გამსახურდია, ედიშერ გიორგაძე, ზურაბ კიკნაძე, ეს ერთი ჯგუფი იყო, რომლებიც დაიწყეს საღვთისმეტყველო კრებულის გამოცემა. სამწუხაროდ მე როგორც ჩანს ჩაერია უშროების კომიტეტის სხვათა შორის ხელებს ურცხვად აფათურებდა. და ის მიზეზი რატომ უჭერდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ილია მეორეს და ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს მათ, როდესაც ის უნდა მოდიოდა პატრიარქის ასე ვთქვათ ტახტზე, იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ რომ უშროების კომიტეტი აფათურებს თავის ბინძურ ხელებს ეკლესიის საქმეებში და
ის სხვა კანდიდატი იყო არასანდო ამ შემთხვევაში. ბატონო კონსტანტინე, ჩვენ სწორედ აი ამაზეც გვინდოდა გვესაუბრა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ახალგაზრდა მიტროპოლიტი ილია შიოვაშვილისადმი, რომელიც ხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა და აი საუბრობთ იმ ხარდაჭერაზე, რაც ქონდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთაგან. დასაკვირველი ყველაფერი დაიბეჭდა. დასაკვირველია, ეს ყველაფერი დაიბეჭდა, საქართველოს მოამბეშის თვითგამოცემა იყო და ჩვენ ვაპირებთ გამოვცეთ მომავალში ეს ყველაფერი და გავავრცელოთ თვითგამოცემა. სადაც იყო პირდაპირ ამაზე საუბარი, რომ საქართველოს ეკლესიაში ხდებოდა ისეთი ამბები, რომლის უკანაც პირდაპირ ჩანდა უშიშროების კომიტეტის, მაშინდელი უშიშროების კომიტეტის საქმიანობა. იკვეთებოდა მათი საქმიანობა, დესტრუქციული და თავხედური საქმიანობა, მე ესე ვიტყოდი და მათ არ სურდათ რაღაცნაირად ეკლესიის გაშვება ხელიდან, მათ არ სურდათ რომ ეკლესიაში შექმნილიყო ცენტრი, მიზიდულობის ცენტრი ეროვნულად განწყობილი ადამიანებისთვის და აი სწორედ ამას აღწევდნენ ისინი. მაგრამ მათ კოზი დამარცხდნენ, რა თქმა უნდა, ისინი ამ შემთხვევაში ცხადია რომ დამარცხდნენ. ნუ იქ იყო გარკვეული სიტუაციები აღწერილი როგორ ეს ამას ყველაფერს ალბათ ისტორია მომავალში დადებს რა ხდებოდა თქვათ ეფრემ მეორის დროს რა ხდებოდა დავით მეხუთის დროს როგორ იყო ეს ყველაფერი მოსაყდრის საკითხი როგორ იყო მაშინ ნუ ილია მეორე იყო მაშინ ტახტის მოსაყდრე. დიახ. ბატონ კონსტანტინე, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, რაზეც გვინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის 2007. ჩვენ ვიცით რომ პატრიარქი მუდმივად იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და თავის გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა. 9 აპრილზეც მინდა გკითხოთ, 1999 წლის 9 აპრილზე ურდღეშია სწორედ 9 აპრილი და თქვენ იქ ბრძანდებოდით, როდესაც პატრიარქი მობრძანდა, როგორ გაიხსენებთ პატრიარქის მობრძანებას? როგორ გავიხსენებთ და მე მინდა რომ აი იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გაიგეს რა მოხდა იქ, მინდა რომ მათ ცივი წყალი გადავასხა და უთხრა ერთი რამ. მე გულისხმობ არაკეთილ განწყობილებს პატრიარქი იქ როდესაც მოვიდა, მას არც ერთი სიტყვით არ უთქვამს, რომ დაიშალეთ. ბრძანა რომ გადავიდეთ ვილოცოთ ქაშვეთში. ეს გულისხმობდა რაღაცა პატარა ნაწილი, იმიტომ რომ ქაშვეთში დაეტევა მაქსიმუმ 1000 კაცი. თავის ეზოიანად. და იქ იყო 15000 ადამიანი, ხო? ჯერ ერთი ეს. მეორეც პატრიარქი ვერ გვეტყოდა ჩვენ რომ დადექით მხნეთ ახლა და წინაღუდექით ამას ხო ის ძალა რომელიც მოდის რა თქმა უნდა ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით რომ ჩვენ მაინც გვეგონა რომ ნუ დარბევა იქნება გვცემენ მაგრამ ის რაც შედეგიც დადგა ამას ნამდვილად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ეს ერთი და მეორე პატრიარქის თვითონ მოსვლა მე ჩემს ინტერპრეტაციას ვაძლევ ამას თვითონ მოსვლაც იქ უკვე იყო ჩვენთვის დალოცვა ჩვენ დაგვლოცა მან შეიძლება და ბოლომდე იდგა კი რა თქმა უნდა ჩვენის მან დაგლოცა მართალია ესე პირდაპირ შეიძლება არა და ხო კიდევ რა არის მათ აქვთ ესეთი ისა რომ აი ირაკლი წერეთელმა ხელიდან გამოგლიჯა მიკროფონი პატრიარქისთვის არ გამოუგლეჯია ეს თუმცა კადრებში ასე ჩანს ბატონო კონსტანტინე და მეც ასე ვხედავ ირაკლი ქადაგიშვილს გამოართვა დიახ ირაკლი ქადაგიშვილს მიყავდა მიტინგი ეს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას აქცია ჰქონდა ტელევიზიასთან, ისინი იქ არ იყვნენ. გია ჭანტურია იყო ტელევიზიასთან. გასაგები. და ირაკლი ქადაგიშვილს გამოართვა მიკროფონი მან და მე ვიტყოდი, რომ აი რაც მან გააკეთა, პატრიარქი ამას შინაგანად მიესალმებოდა. დიახ, ეს თქვენი შეფასება და შეხედულება თქვენი პირადი აზრი. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია ამ ამბისა და ამას იცით საიდან ვასკვნი როგორც იყო შემდეგ უკვე პატრიარქი განწყობილი იგივე იმ ფაქტს გულისხმობ რომ გადაატანინა ყვავილები სიონის ეზოში როგორ იყო ჩართული ამ ყველაფერში შემდგომშიც ხო აშკარაა რომ იგი პატრიარქი ყოველთვის იყო გამაერთიანებელი, უზომოდ მიმტევებელი და სიყვარულის ძალიან დიდი მაგალითი. ბატონო კონსტანტინე, 2007-2009 წლები მინდა ასევე გავიხსენო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობს, საპროტესტო აქციებია, ანტისახელისუფლებო და პატრიარქის სიტყვა და როლი აქაც იყო გადამწყვეტი და არ დაიღوارა სისხლი და აი ამაზეც რომ თქვენ რამდენიმე სიტყვა ბრძანოთ. 2007 წლის დარბევის შემდეგ, რა თქმა უნდა 2007 წლის დარბევის შემდეგ აღიძრა ჩვენს წინამდე სისხლის სამართლის საქმე და სხვათა შორის მან თხოვა მისვლა
და 3 საათი ვიყავით ერთად ვისაუბრეთ. 3 საათი წარმოიდგინეთ და ამით მან გამოხატა ფაქტიურად თავისი პოზიცია. და ერთგვარი დაცვაც შემიქმნა რა. კიდე რაღაც სხვა ფაქტორები მისავდა ცხადია. ძალიან ანგარიში გასაწევი, მაგრამ ამითი მან ესე პირდაპირ გამოხატა ხარდაჭერა. კითხება მახსოვს, თქვენ ხედავთ სინათლეს. მე სინათლეს ვერ ვხედავ. აი ესე მითხრა. საითკენაც ყველაფერი მიდის და როგორც ვითარდება, ამაში სინათლე არ არის. აი ეს მახსენდება ეს სიტყვები როგორ. დიახ, ასევე თქვენი ოჯახის მიმართ არაერთხელ გამოუხატავს ხარდაჭერა, მათ შორის როდესაც ცოტნე გამსახურდია თქვენი ძმა. რასაკვირველია. შემდგომ როდესაც პირველად როდესაც გაათავისუფლეს, მე შევხვდი მას და ვისაუბრეთ მის განთავისუფლების შესაძლებლობებზე და როდესაც მეორედ დააპატიმრა სააკაშვილის რეჟიმმა, მერეც ვისაუბრეთ უკვე რა შეიძლებოდა აქ ეს მეორე საუბარი სხვათა შორის სნოში შედგა. პატრიარქის მშობლიურ მხარეში. დიახ, მშობლიურ მხარეში, როდესაც მე წამოსვლა დავაპირებ, გზაში დამეწია წარგზავნილი მისი, რომელმაც ვთხოვა, რომ არ წავსულიყავი და პატრიარქის სუფრაზე გთხოვთო და აი ზუსტად აი იქ მიდიოდა ამაზე საუბარი, თუ რა გზით შეიძლებოდა ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლება და იგი სულ ცოტა 10ჯერ მაინც არის შესული საპატიმროში ცოტნესთან. იქ ამით გამოხატავდა მის მხარდაჭერას. მან წესი აუგო ზვიად გამსახურდიას. ეს იყო 2007 წლის მარტი. როდესაც ზვიად გამსახურდიას ცხედარი 3 დღე და ღამე ესვენა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ზოგადად რა არის იცით თქვენ ახსენეთ 2007-2008 წელს. ეს იყო აქციების პერიოდი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მართავდა აქციებს სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და პატრიარქის როლი იყო სამშვიდობო, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და ძალიან მე ვაფას ძალიან პოზიტიურად და დადებითად ვაფასებ. და მაშინაც ვაფასებდი, რამდენადაც სისხლის დაღვრა რუსთაველის პროსპექტზე და სხვაგანაც ეს იყო მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრის მიზანი და ამოცანა. რაც არ მოხდა და ამაში დიდი როლი აქვს ჩვენს პატრიარქს. მან ითამაშა აქ ძალიან დიდი როლი. ის იყო ერთგვარი აი პირდაპირ მოდერატორი, როგორც მოდერატორი ისე მოქმედებდა და საოცრად ზუსტად გადმოსცემდა გზავნილებს. ანუ ხელისუფლების გზავნილებს გადმოგცემდა ჩვენ და ჩვენ გზავნილებს გადასცემდა ხელისუფლებას. და ბოლოს ბატონო კონსტანტინე რომ ერთგვარად შევაფასოთ ჩვენი საუბარი, ის რაც ვნახეთ პატრიარქის დაკრძალვის დღეებში. ამდენი ხალხი გამოსული და მისული პატრიარქთან დასამშვიდობებლად მადლიერების გამოსახატად, ეს იყო თუ არა ამავდროულად პატრიარქ გარდა იმისა, რომ დიდი პატივისცემა სიყვარული გამოხატა ხალხმა პატრიარქის მიმართ, манифესტი ერთგვარი დემონსტრაცია ქართველი ხალხის უმრავლესობისგან, რომ ის არის ერთგული იმ ღირებულებებისა, რასაც ქადაგებდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, ქრისტიანული მართლმადიდებლური ღირებულებების ერთგულება ეს იყო სწორედ გამოხატული ამ ხალხის დიდი მასის მიერ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ხარებას კიდევ ერთხელ გილოცავთ. წმინდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგეხსენებათ ხარების დღესასწაულზე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საღვთო ლიტურგია. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საღვთო ლიტურგია 10 საათზე დაიწყება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება ახლა ადგილზე და შემოგთავაზებთ მასთან ჩართვას. ნინო, დილომშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ხარ, ხარებას გილოცავ, ნინო. უკვე სამზადისი არის ლიტურგიის დაწყებისა. ელენე, დილომშვიდობისა, გილოცავ ხარების დღესასწაულს და მიულოცავ დილამშვიდობისა ელენე კიდევ ერთხელ გილოცავ ხარების დღესასწაულს და მიულოცავ ჩვენს მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ახლა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ვიმყოფებით, სადაც სულ მალე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო წმინდა სინოდის სხვა წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აყავლეს. როგორც იცით, სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დაკრძალული უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. 22 მარტის შემდეგ აქ ხალხის ნაკადი არ წყდება და უამრავი ადამიანი მოდის იმისთვის, რომ უწმინდესის ხსოვნას პატივი მიაგოს. ასევე წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ დღეს ტრადიციულად უწმინდესის ხსოვნისადმი პანაშვიდი აღევლინება. ჩემთან ერთად ახლა არის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მამა გიორგი, დილამშვიდობისა, გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ამ დღის მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ. კი ბატონო, დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დიდი სიყვარული და პატივისცემით. სრულიად საქართველოს დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ. დღეს არის დღე, როდესაც დასაბამი დაედო ჩვენს ხსნას, დასაბამი დაედო ღვთის განკაცებას. მოგეხსენება თქვენ, რომ აი ლუკას სახარების თანახმად მთავარანგელოზი გაბრიელი განეცხადება ყოვლადწმინდა მარიამს და მას ახარებს, რომ მის წიაღში ჩაისახება კაცობრიობის ხსნელი. და ეს დღესასწაულის ეს სახელწოდება ხარება სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ მან ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა, რა თქმა უნდა, ღვთისნებით საღვთონება გაუმხილა და ახარა ყოვლადწმინდა დედას, წმინდა გრიგოლ ნევოკესარიელი, რომელსაც აქვს საგანგებო ჰომილია ამ დღესთან დაკავშირებით, ბრძანებს, რომ ეს არის დღე, როდესაც ღმერთის განკაცებას დაედო დასაბამი, რათა კაცი დააბრუნოს პირველ პატივში. მე და სწორედ თქვენ აღნიშნეთ უკვე, რომ სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის წევრებთან, სამღვდელოებასთან და მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად აღავლენს საღვთო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქვე ვიტყვი, რომ ეს პირველი ხარებაა, როდესაც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი გარდაცვლილია და ერთი მხრივ თავისთავად ცხადია მწუხარებით ვართ ყველანი ახსავსენი, მაგრამ მეორე მხრივ მის უწმინდესობას ეს დღე ძალიან უყვარდა, მოგეხსენება თქვენ და მისი დღის მადლი შეეწიოს მისი უწმინდესობის უკვდავსულს, შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად სოფლიოს. გილოცავთ დიდი სიყვარულით, ღვთისმშობელი გეწეოდეთ და გვფარავდით. მამაო, მე როგორც აღნიშნა, უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აღევლინება, ხო? დიახ, სიონის საპატრიარქო ტაძარში 10 საათიდან, ესე იგი უკაცრავად დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები, გარდა იმ მონაკვეთებისა, როდესაც იცით, რომ სიონში ყოველდღიურად მსახურებაა და გარდა ამ მსახურებებისა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები და ასე გაგრძელდება 40-მდე. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მამა გიორგი აღნიშნა, პირველი ხარების დღესასწაული არის დღეს, როდესაც უწმინდესი ჩვენს გვერდით აღარ არის და თქვენ როგორი ემოციით ხვდებით ამ დღესასწაულს? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. უწმინდესი ყოველთვის ჩვენთან არის, ჩვენს გულებში არის და ძევიდან ლოცულობს ჩვენზე. მე მინდა მთლიან საქართველოს მიულოცო ეს ბრწყინვალე ხარების დღესასწაულს. მე მინდა რომ სიკეთე, ღვთისწყალობა, გახარება მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს და მინდა განსაკუთრებულად მიულოცო დღევანდელ დღეს არიან დაბადებული ორი პიროვნებები, ეს არიან ჩემი გაზრდილი ბავშვები. ერთი არის დედა ანასტასია და მეორე მარიამი, რომელიც მოღვაწეობენ ამერიკაში. და დიდი პატივცემი და დიდი სიხარულით მინდა მიულოცო ეს დღეს და თქვენ გილოცავთ თქვენს ტელევიზიას და თქვენს ყველა იმ მუშაკს, რომელიც მონაწილეობს ამ ყველაფერში. ღმერთმა დაგლოცო და გაგაზრდილოთ, გაიხარეთ. მადლობა. ჩემთან ერთად ასევე საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად ცეხნიაშვილი გახლავთ. ბატონო ზვიად, გილოცავთ ხარების დღესასწაულს. თქვენ რას გვეტყოდით ამ დღის მნიშვნელობის შესახებ? მეც გილოცავთ, ნამდვილად ჭეშმარიტი ხარება ამ დღეს სიხარულია ყველგან, იმიტომ რომ მაცხოვრის მოვლინება ჩასახვა აუწყა მთავარანგელოზმა კაცობრიობას, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ნიშნულობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, ჩვენმა ტკბილმა პატრიარქმა იცოდა ხოლმე, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდეს არ იკეთებსო, ყველა არაერთხელ აღუნიშნია ეს. მამამ ბრწყინვალედ ახსნა, მამა გიორგიმ ამის მნიშვნელობა. მე უბრალოდ დავამატებდი ერთს, რომ ხარება დღეს 1625 წელს ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით გაწყვიტა ჟახაბაზის 30,000-იანი ჯარი, რომელთაც უნდათ ქართკახეთის
გადაშენება და საქართველოს ამოწყვეტა. აი ჭეშმარიტი ხარება დადგა მაშინ ზუსტად და ქართულმა ხალხმა ერთ-ერთი გამორჩეული ხარების დღესასწაული იზეიმა. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, რომელიც შეიძლება ფიზიკურად არ არის ჩვენ შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ გვესწრება და ჩვენთან იქნება. სულ და ბედნიერები ვართ, რომ მან გვასწავლა არა მარტო ხარების მნიშვნელობა, არამედ ნებისმიერი საეკლესიო დღესასწაულის განცდა გაგვიჩინა და აი ესე იქნება ბოლომდე ვიდრე პირში სული გვიდგას. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა თქვენს გილოცავთ სრულიად საქართველოს თქვენს ტელევიზიას ხარების წვიმვალ დღესასწაულს, როგორც აღნიშნეს უკვე 2000 წლის წინ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ იყო კურთხეული დედათა შორის და შობდა მესიას, შობდა ქრისტეს და შემდეგ ასეც მოხდა და დღეს უკვე აგერ 2000 წელზე მეტია ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ქალწულის ხარებას. გილოცავთ თქვენ კიდევ ერთხელ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. თქვენ ზარების ხმა გესმით, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ხანში სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო წმინდა სინოდის სხვა წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვა-ლოცვა 10 საათზე დაიწყება და როგორც უკვე აღვნიშნე, მის დასრულების შემდეგ უწმინდესის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღევლინება. დიდი მადლობა ნინო ჩართვისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავ ხარებას, ულოცავ სრულიად საქართველოს. 10 საათზე დაიწყება წმინდა ლიტურგია სიონის საპატრიარქო ტაძარში და წირვას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან, ასევე პროტოპრესვიტერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერთან, არქიდიაკონთან და სხვა სასულიერო წევრებთან, სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გვიყურეთ. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ზილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იქნება გადახდილი წირვის დასრულების შემდეგ სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე პანაშვიდები პატრიარქის სულის მოსახსენებელი 40 დღის ჩათვლით, პატრიარქის ვიდრე შესრულდება 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან, ყოველდღიურად 10 საათიდან 10 საათამდე მიმდინარეობს სიონის საპატრიარქო ტაძარში. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.